ვეთყვი მაყურებელს, რომ ჩვენ ახლა ვიმყოფებით ეგრეთ წოდებულ პიონერთა სასახლესთან, სადაც სულ რამდენიმე წუთის წინ სიტუაცია დაიძაბა. ჯერ კიდევ გადაუმოწმებელი ინფორმაციით დაკავებულია სირცხვილიას რამდენიმე აქტივისტი, სხვა დანარჩენები კი ცდილობენ, რომ ისინი პოლიციას არ გაატანონ. ეს ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ სირცხვილიამ გადაწყვიტა, რომ დღეს დაუმორჩილებლობის ნიშნით 10 საათიდან 5 საათამდე დილის, ანუ დაწესებული შეზღუდვის დროს დარჩეს პარლამენტთან და გამოუცხადოს დაუმორჩილებლობა მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვას. მათ ამისთვის ღამე გასართმობა სჭირდებოდა შეშა. დაძაბულობა თავდაპირველად დაიწყო ჩიტაძის ქუჩის მახლობლად, სადაც სირცხვილიას აქტივისტებს უნდათ შეშის ჩამოტანა პარლამენტის წინ, თუმცა პოლიციამ ამის საშუალება მათ არ მისცა. შემდგომ ეს დაძაბულობა უკვე ჩამოვიდა ქვემოთ, რომ წარმოიდგინოთ ეგრეთ წოდებული პიონერთა სასახლის წინ. ახლა კი სწორედ ამ შენობის წინ ვიმყოფებით და კვლავ მიმდინარეობს დაძაბულობა პოლიციასა და აქტივისტებს შორის. გადაუმოწმებელი ინფორმაციით არიან დაკავებულები. ჩვენ მივმართავთ ჩინეთის გასაქმეთა სამინისტროს და დაკავებულების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მოგაწვით მალევე. Აკავდა პოლიციას. მობილი. ვერ შეგვასინე. არიან ლოგის ერთი წუთი რა ხდება. არიან პიპები თავი გაწი. მობილური გაწიეთო. რამდენია მობილური გამომიწია რა. თქვენ ახლა უსმენთ მარიამ გოგიჩაძეს, რომელმაც თქვა, რომ რამდენიმე ადამიანი სირცხვილიას რამდენიმე აქტივისტი არის დაკავებული, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაკავებული ასევე ნანიკა თავი. რატომ ამიხარ თუ?
გაჩერდით ხალხო, გაჩერდით. ნანუკ სირცხვილი ამბობს, რომ ამ ეტაპს დაკავებულია 3 ადამიანი, გიორგი მშავანაძე, ნოდა რუხაძე და ლექსო მაჭავარიანი. ეს 3-ვე არის სირცხვილი მოძრაობა, სირცხვილია საკმაოდ აქტიური წევრები, თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის ენმს დეპუტატობის კანდიდატი ანიკა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ და პოლიცია კვლავ აპირებს დააკავოს კიდევ რამდენიმე სირცხვილიას აქტივისტი, ვინაიდან მათ ცოტა ხნის წინ დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვას. ჩვენ ახლა ვიმყოფებით პარლამენტის წინ, სადაც სულ ცოტა ხნის წინ რამდენიმე აქტივისტი სირცხვილიას რამდენიმე აქტივისტი დააკავეს. ყველაფერი კი დაიწყო იქიდან, რომ მოძრაობას უნდოდა შეშის ჩამოტანა დაახლოებით ჩიტაძის მიმდებარე ქუჩიდან რუსთაველზე პარლამენტის მოპირდაპირ პარლამენტის წინ. სიტუაცია იცვლება ძალიან სწრაფად და ჩვენ მივყვებით სირცხვილიას წევრებს. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ სამართალდამცველისა და სირცხვილია მოძრაობა სირცხვილიას წევრებს შორის მოხდა ერთგვარი დაპირისპირება. პოლიციელებმა დააკავეს რამდენიმე წევრი. გადაუმოწმებელი ინფორმაციით, როგორც თავად სირცხვილიას წევრები ამბობენ, სულ 3 აქტივისტია დაკავებული, თუმცა ეს ინფორმაცია გადაუმოწმებელია. მათ შორის დაკავებული, როგორც სირცხვილი ამბობს, დაკავებულია ნოდა რუხაძე და ლექსო მაჭავარიანი. ეს ყველაფერი დაიწყო იმით, რომ სირცხვილიას უნდა შეშის ჩამოტანა პარლამენტის უკანა ტერიტორიიდან პარლამენტის მოპირდაპირედ რუსთაველის გამზირზე, სადაც ისინი აპირებენ, რომ დაუმორჩილებლობა გამოუცხადონ მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვას და ხამე გაათანონ აქ. მოგეხსენებათ, დღეიდან 9 ნოემბრიდან მთავრობამ დააწესა გადაადგილებაზე შეზღუდვა კორონავირუსის ბრძოლის პირობ ფარგლებში, როგორც თავად განკარტავენ ისინი. ჩვენ ახლა შევესწრებთ, შიგნით შევიდეთ. Kikarom. Ana jera ati saati ara. O andre. Elo de video kitebo ikeba analogიური ბახალები. Kika სულ რამდენი ადამიანია? 3.
მხრიდან და უხეში ძალის გამოყენებას. თქვენ უსმენთ ელენე ხოშტარიას, რომელმაც დაადასტურა, რომ დაკავებულია სირცხვილიას, მოძრაობა სირცხვილიას 3 წევრი. მოძრაობაში ამბობენ, რომ თუთადახის წინ ასევე განცხადება გააკეთა გიგა მაქარაშვილმა, რომელიც ასევე არის მოძრაობა სირცხვილიას წევრი. მან თქვა, რომ კიდევ ველოდებიან დაკავებას და ერთგვარ დაძაბულობას მთელი ღამის განმავლობაში. ჩვენ შეგიძლია კიდევ ერთხელ მოусმინოთ ელენე ხოშტარიას. მე შევეცდები ცოტა შორიდან მოგიყვეთ რა მოხდა ბოლო დაახლოებით 20-25 წუთია. ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ მოძრაობა სირცხვილიას უნდოდა ჩიტაძის ქუჩიდან რუსთაველის გამზირზე პარლამენტის მოპირდაპირად ჩამოიტანა შეშა. თქვენ ისმენთ, რომ ახლა სირცხვილიას ლიდერები აკეთებენ განცხადებას, ისინი ამბობენ, რომ დაკავებულია მათი 3 წევრი. ლექსო მაჭავარიანი, გიორგი მუჯარაძე და ნოდარ რუხაძე. უძველესი ფორმა გათბობის არის შეშის განთება და შეშის შემოტანის. ჩვენ ახლა ახლოს მივალთ სცენასთან, რომ თქვენ უკეთ გაიგოთ მოძრაობა სირცხვილიას სპეციალური განცხადება. საგანი და არ ვიცი, ვერ ვხვდები შეშა კრიმინალი როგორ შეიძლება რომ იყოს, მაგრამ ქართული ოცნების პირობებში მგონია, რომ ზუსტად ეგ არის, რომ ვერაფერს ვერ ვხვდებით და ვერს მივხვდებით. თავიდან პირველ რიგში თავიდან დააკავეს ლექსო მაჭავარიანი, შემდეგ გიორგი ჯავანაძე ასპლის პირდაპირ მნიშვნელობით. შემთხვევით ოდნავ გვერდზე გამოიჭირეს და მე რაიტაკიდან შევეცარი პირდაპირ მნიშვნელობით 20 პოლიციელიან ცოტა უფრო მეტი მიაწევდა გიორგის და ამ პერიმეტრიდან, პარლამენტის პერიმეტრიდან დაახლოებით აი ვერც გეტყვიცადამდე თითქმის გალერეა თბილისამდე როგორ მიიყვანეს, ვერ აღიცით, 20 პოლიციელმა ვისატო როგორ ყავდა გაკავებული და ანალოგიურად დაიჭირეს ნოდარ რუხაძეს. არავინ არ იცის ეს მიზეზი. საერთოდ ჩემთვის ძალიან ძიმე საყურებელი არის ისიც, რომ მე პოლიციელებს პატივს ვცემ და მგონია, რომ ძალიან თავისი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოში და ასე შემდეგ, მაგრამ ამ შემთხვევაში ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება, რომ რამე რომ დამჭირდეს დაურეკო ამ ადამიანებს, რომლებმაც უბრალოდ სახე დაკარგეს, რომლებიც პატივს არ ცემენ, სად მუშაობენ და რომლებიც აღსრულებელ პარტიულ და მიწილებელ პარტიას არ არსებობს, ახლა მარტო მიძინა ივანიშვილის დავალებებს. კიდევ ერთხელ გეტყვით, ჩვენ გადაწყვეტილებებს და პირადად ჩვენ გადაწყვეტილებას ყველა ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს ლოკდაუნი რომ 10 საათის შემდეგ გვეგრძალება გადაადგილება სინამდვილეში არაფერ შუაში არ არის კორონავირუსთან და ამის ერთადერთი მიზანი არის ის, რომ ჩვენ შევიზღუდოთ გამოხატვის თავისუფლება. თქვენ იცით ჩვენი გადაწყვეტილება, რომ ჩვენ რა თქმა უნდა საერთოდ დამჭერით არ გაუცილებლად რადგანაც ეს არის ჩვენი უფლება, რომელიც არის კონსტიტუციით გარანტირებული და თუ ბიზნეს ინვესტიციისთვის არაფერს არ ნიშნავს კონსტიტუცია, ჩვენთვის ნიშნავს ის, გამოც აუცილებლად ვიქნებით აქ და
არც მე ჯერ არ მიუხედავად იმისა, რომ ეხლა მოვაპატიეს და ვერულობ, იმიტომ რომ ჩემთვის ემოციურად რთულია ჩემი სამი ახლო მეგობრის და თანამებრძოლის ძალიან მძიმე დაჭერას უყურებ, მაგრამ არ არის არ ვთქვამს, რომ იქნებოდა მართალი. ჩემი აზრით მთავარი არის, რომ საკუთარ ღირებულებებთან ერთად იყოს სწორი და მართალი იყოს სწორი და ჯერა რომ ეხლა მართლები ვართ, ყველა ვინც აღდგავართ აქედან გამომდინარე, არ ვიცი, მგონია რომ მნიშვნელოვანია, მიხარია რომ ყველა არ ვართ და მგონია რომ ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ. რამდენიც არ უნდა დაგუჭირონ და ასევე ერთ რჩევას მოგცემთ, რომ როგორც კი ნებისმიერი მოქალაქე ცალკე გადისონ და მარტო ავტომატურად ცდილობენ, რომ ესე რომ ვთქვათ, მოიტაცონ და დააკავონ და ყველა ვიყოთ რაღაც ერთად, რომ ერთმანეთი დავითვალოთ. დიდი მადლობა. მარიამ, თუ კიდევ ველოდებით დაკავებებს ან პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენებას? თქვენ ახლა უსმენთ პირდაპირ ეთერში მოძრაობა სირცხვილეს ერთ-ერთ აქტიურ წევრს და ლიდერს მარიამ გეგუჩაძეს, რომელმაც კიდევ ერთხელ თქვა, რომ ცოტა ხნის წინ პოლიციამ დააკავა მოძრაობის 3 წევრი, ნოდარ დუხაძე, ლექსო მაჭავარიანი და გიორგი ნიშარაძე. ისინი ამბობენ, რომ მიუხედავად ამისა და მიუხედავად ამ წინააღმდეგობისა, ისინი მაინც დარჩებიან აქ მთელი ღამის განმავლობაში. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებ ნეტგაზეთის მაყურებელს, რომ ცოტა ხნის წინ მოძრაობამ, უბრალოდ გუშინ მოძრაობა სირცხვილეამ განაცხადა, რომ დაუმორჩილებლობას გამოუცხადებს მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვას და მთელი ღამის განმავლობაში დარჩება პარლამენტის ახლობლებარე. უკან ვინც ვარ წინ რომ გადავიდეთ ყველა სენის უკნიდან ყველა წინ გადავიდეთ და ათუა დაიწყო დროის. მოძრაობა სირცხვილეა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ დაუმორჩილებლობით უცხადებს მთავრობის მიერ დაწესებულ შეზღუდვას და მთელი ღამე აპირებს, რომ დარჩეს პარლამენტის მიმდებარე. სწორედ ამ განცხადებას უკავშირებენ მოძრაობაში იმას, რომ პოლიციამ დააკავა მათ მოძრაობის 3 წევრი. ნეტგაზეთი ცდილობს, რომ გადაამოწმოს ეს ინფორმაცია და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიიღოს უფრო ზუსტი და დეტალური ინფორმაცია, თუ რამდენი ადამიანია დაკავებული, რა მუხლით და სად არიან ისინი ახლა. სულ რამდენიმე წუთში ძალაში ხდება შეზღუდვა. ბოლო 10 წამი და ერთად დავითვალოთ. 10 8 7 6 5 4 3 2 1